Ტყუპებს რაც შეეხება ტყუპებს ზუსტად ისელოდება რაც მათ უყვართ. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, აქ იქნება უამრავი საინტერესო ჭორები, ინტრიგები, სხვადასხვა მსოფლიო დონედან საქართველოში რა ხდება, უამრავ რამეს გაიგებ და ჩამოხვალ დატვირთული. შეიძლება ძალიან კარგი წიგნი ნახოთ. საოცარი წიგნი წაიკითხო და იმან კიდე ახალი იდეები აღზრას თქვენში, მithomat ეს თუ შემოქმედი ხარ. ძალიან კარგი ურთიერთობები გექნება დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან შეიძლება ერთობლივადაც იმოგზაურო და დიდი სიამოვნება განსა საერთოდ ეს კონტაქტური ნიშანი. და მარტო დასვენება ტყუპებს ნაკლებად უყვარს. უნდა იყოს ურთიერთობებში სულ რაღაც კონტა, აი მაშინ თავს ნობს კარგად. ეხლა მოდი ამშვით რომ რასაკვირველია არჩევანი თქვენზეა სამშობლოში დაისვენებთ უცხოეთში ეს უკვე რასაკვირველი თქვენზე იქაც კარგია, აქაც კარგია. მთავარია თქვენ დაისვენოთ. ზოგი სოფელში ისვენებს გადასტარივად ხო? ზოგს მოწონს ეს სოფლის სიმყუდროვე, ჭიკჭიკი, ჩიტების და თქვენგო, ხო? ესეც ამას თავისი ეშხება. მაგრამ მოდი ახლა ესე ვთქვათ, თუ კი უცხოეთს მივადექით, შეერთებული შტატები. დავიწყოთ აქედან ტყუპების ქვეყანა. და სხვა ჩვენ ზოცა ხატავენ კარიკატურაში ამ ნიშანს, როგორ ხატავენ. აქ ტელეფონი აქვს, აქ გაზეთს კითხულობს და კიდე რაღაცას ჭამს. აი ეს არის შეერთებული შტატები. ყველა მირბის, ყველა ლაპარაკობს, ყველა რაღაცას კითხულობს. გაუთავებელი მოძრაობა და დინამიკა. რატო? იმიტომ რომ ტყუპები მართავს შეერთებულ შტატებს. ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა განსაკუთრებით აღმოსავლეთი მხარეს, დინამიკა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია და თუნდაც ფლორიდაში თუ გაემგზავრებით და ანასიავნები დარჩებით, მინდა ნიუ-იორკი უფრო ხმაურიანი. ფლორიდა სხვანაირად ისიავნებ. რაც შეეხება ახლა შვეიცარიას და არგენტინას, ეს ორი ქვეყანა ასევე თქვენი ტოპია. ახლა თუ თქვენ ტანგო გიყვართ და მე ვიცი რომ კარგი მოცეკვავები არიან ტრადიციულად ტყუპები, ახლა იქ როგორ ისიავნებთ ეს ცალკე თემაა, ხო? არგენტინული ტანგო არგენტინელების მიერ შესრულებული მინდა გითხრათ სხვა არის. და ევროპელების სხვა არის. არ ვიცი აქ ეთყობა სისხლი რაღაცა მუშაობს ნახოთ რა მე სულ განაბული უყურებ ხოლმე და ცოტა ხანი ვარ ესე მედიტაციურ ისე ლამაზად აკეთებენ იცეკვავენ რომ ეს სანახაობა მართლა რა შვეიცარიას რაც შეეხება აქ უკვე გინდათ ალპები გინდათ სხვა სილამაზეები შვეიცარია არის არა მარტო ულამაზესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი წყნარი ქვეყანა. თუმცა რამდენად ახლა სხვა შორის ნერვული სისტემა რადგან ამ ნიშანს მუდმივად ასე ვთქვათ, გაძლიერებული აქვს ცოტა დაწყნარება. შვეიცარია ისუაც არ ექნება ცუდი თან ლამაზი ადგილების ნახვა. თუნდაც ჟენევის ტბა ულამაზესი ადგილია, ისე ამონებ ძალიან.